მშვიდობა ყველას, დიდება უფალი იესო ქრისტეს. ალბათ სახელზე მეტყობა, მაგრამ ჩემს სათქმელს მე ვიტყვი. მეგობრებო, ახლობლებო, ძმებო, დებო. ეს უფრო ეხება იმ ხალხს, რომლებიც უკვე ერთმანეთში არიან, შეიძლება ახლად მომბრუნებული იყო უფალთან, გამოგადგება თუ ძველი ხარ, ძველი ხნის მორწმუნე ხარ, მაშინ უფრო ჩასახედი გვაქვს ჩვენს გულებში და საერთოდ ამისანა ერთი მუხლი მქონდა ძველი ათმიდან, მაგრამ ახლა გამახსენდა. ერთ მოსწავლე კითხავ, ეს არის იუდას წერილიდან. იმედი მაქვს, გაიღვიძეთ სოხლები ხარ და ვინც ახლა მომისმენთ, ვინც უყურებ და ნახავ, კიდევ მოგილოცავ. დიდება უფალსო, თუ სალი ხარ და ჯანმრთელი. იუდას წერილის ერთი ადგილი. ეგერ არის ეს. საყვარელმა, მთელი მოსწრაფებით ცდილობდი მომეწერა თქვენთვის ჩვენს საერთო გადარჩენაზე და საჭიროდ ჩავთვალე მომეწერა თქვენთვის შეგონება. ეხლა მოციქული იუდა წერს მორწმუნეებს. შეგონება. რა შეგონება ძმა იუდა? რა შეგაგონებდი? რა და მომისმინეთ ეტყვის ალბათ იუდა. რომ იღვაწოთ ღვაწლი, ეშურნე, მოინდომე, ნაბიჯი გადადგი, რაღაცა ქენი. იღვწოდეთ რწმენისათვის, რომელიც წმინდანებს გადაეცა. ვინაიდან შემოიპარნენ ზოგიერთი ადამიანები, რომელთაც ადრიდანვე ეწერათ ეს მსჯავრდადება. მე ვაგზელებ სხვა ადგილს. ის მინდა და მე კიდე ერთ მინდა დავუმატო. ვაიმათ რამე თუ კაინის გზით მიდიან, საზღაურისათვის მიეცნენ. ეს არიან ისინი, ვისაც საჩუქრები და მე იზი არ ილოცებ შენზე ფული რო არ გამოგართვას, ისე არ მოგნათლავს ფული რო არ გამოგართვას. ისე ჯვარს ხელს არ აიღებს, რომ ფული არ გამოგართვას. ესენი საზღაურისათვის მიეცნენ ბალაამის სთომილებას და ჯიუტობით. ჯიუტობა კიდევ ჭერს მორწმუნეებს, გვჭირს. და ეს ჯიუტობა ღუპავს, ვინაიდან წერია ჯიუტობით იღუპებიან, როგორც კორახი. ისინი არ არიან ვიღაცაზე სექტანტები და ისა მუსლიმები. სიტყვაზე ვამბობ, იმიტომ რომ ქრისტიანები ერთად იკრიბებიან, მუსულმანები ერთად იკრიბებიან, კრიშნაიდები ერთად, ფეხბურთელები ერთად და რა ვიცი კიდე მე, ნარკომანები ერთად, ქურდები ერთად. ისინი ლაქებად არიან თქვენს სიყვარულის ცერობებზე, ერთად იკრიბებითო. სიყვარულის ცერობა ერქვა იმას. ერთ კრებულში ხდებოდა ეს ყველაფერი. უშიშრად ნადიმობენ, ჭამენ და სვამენ თქვენთან ერთად. თქვენთან და წსიან საკუთარ თავს, ქარის მიერ მოტაცებულ უწყლო ღრუბლები არიან, შემოდგომის უნაყოფო ხენი. უნაყოფო. კიდევ რაღაცა ნაყოფი. ორგზის მომკვდარნი. ძირფესიანად ამოუხრევნი. ცთომილი ვარსკვლავნი, რომელთაც სიბინელის წყდიადია შენახული. ჯერ არ არიან სიბინელეში, ერთად ზიხართ იქ, ერთ ოთახში. ვითომ ყველა გადარჩენილები, მაგრამ ზოგიერთებისთვის ერთად როზიან. სიბინელის წყდიადია შენახული საუკუნოდ.
და მე ამბობს ის რომ ენერგიის წინასწარმეტყველებდა რომ აი მოდის უფალი თავისი ათეულასობით წმინდანებით რომ მოახდინოს სასამართლო. და მე რა მინდოდა ყურადღება გამესვა რომ აქ იუდა წერს იღვაწეთ წმენისათვის რომელიც ერთხელ წმინდანებს გადაეცა. ის შეინარჩუნეთო გაურთხელდითო იმ წმენას და იმ სწავლებას. მე როგორც ყოველთვის ბევრი ცოტა გავწელე არ მინდოდა ასე, მაგრამ მე დავიწყებ აი რითი. გადავედი მე იერისზე უკვე всё. იობის 12-ის 11. თუ გაინტერესებს, ჩაიწერე ან წაიკითხე. ყური თუ გინდა მოიგიდე ყურზე ხელი. ყური განარჩევს. სხვაგან წერია განასხვავებს. რუსულში წერია ухо разбирает слова. ყური განასხვავებს. არჩევსო, განარჩევსო სიტყვებს. როგორც ხედავ წინა ალბათ მე სიყავი ესე, მაგრამ პატარა ბავშვი რომ ჩაისვის ეს ნორმალურია, გვეხარია, მაგრამ დიდი რომ ჩაისვის ეს სირცხვილია. და გააჩნია მე ისაც ავტობუსში, ქალაქში, სახალხო თუ მოგივიდა სირცხვილია ეს. და სახში ეს ნორმალურია ეს. მას თავისი ოთახი აქვს, საპირფარეშობი ამას. ყური არჩევს ლაპარაკს. გახსოვს პეტრეს რა უთხრობს? კილოთ გიცანი თუ კილოთი რომ ისახარო იუდეველი. ისიბიცებოდა არა ვარ. ერთხელ ისა ერთ დროს დევნიდნენ გალილებს. რა ის ვინ იყო ის? სუგდიდები იყვნენ თუ თბილისელები იყვნენ? მე მგონი თბილისელები იყვნენ. თუ ბერელები იყვნენ, არც მახსოვს. მაგრამ ეს სასაცილო ამბავი მოხდა. კილომ გაკეთე ერთი კაცი. და თუ რაღაცას აკეთებდნენ ეს გალილები. გალილეველები კი არა კაცი. ჩვენთან იყო იქ სოხუმდაროა გალი. ხო და რაღაც გალილებზე იყო იერიში პოლიციისგან. არის რაკნეს გალილებმა თუ მოუსწევდნენ ვიღაცა ქურდს თუ ყაჩას ნუ ვიღაც კრიმინალს. დააშავა რაღაცა. ხო და ეძებენ ერთ გალელს. პოლიცია ყველგან იმ უბანში სადაც ეს მოხდა რაღაცა და ერთი ვიღაცა მიდის ღამით საერთო პიროვნებად დაეწია პოლიციის მანქანა და ეუბნება მეგრულად. გამარჯობა შენი. ეს გამარჯობა ძიე. გამარჯობა უთხრა მანას. კაცი? როგორ იყო გასე? არ მახსოვს. რაღაც სიტყვა იხმარა, ეს გალილები ხმარობენ სიტყვას გალიდან რო ვარ, ისა გალშენო ამბობენ. საიდან ხარ? გალშენო, როგორ იყო ის? ალბათ თქვენ იცით ეს ამბავი. ხო და საურეშენეკია, საიდან ხარ ბიჭო შენ? ხო და ივან ისღა მიჩეულია გალშენო და მე მგონი თუ არ ვცდები ზუგდიდ შენო ვარო. და იმდენია შენ ზუგდიდ შენო არ ხარო, შენ გალშენო ხარო და დაბეგოზე შეაგდეს მანქანაში. რა იცით? როგორც წესად არ მახსოვს, მაგრამ ის კაცი გაკიდა თავის გალის კილოთი გაიყიდა. გალშენო თუ რაღაცა თქვა იქ და ჩავარდა კობზინასარში. ყური საერთოდ. ანდა მაგალითად ტელეფონი რო რეკავს.
ყველაზე უფრო მაგალითი, პრიმიტიული. დარეკა ტელეფონი ხო არის იმისაა ტელეფონები. ახლა მაგალითად მეორე ტელეფონი გავაკეთე, ერთი განრო გამიწყდა. მეორე რო დავიყენე იქ უკვე სახელები რომ მეწერა მე დაფიქსირებული, აი ეს ნომერი ამისია. ეს ახლა ოჯახის წევრების კი მაქვს, მაგრამ ამ ხანაგების მეგობრების სამსახურიდან რო დამირეკავდნენ, იქ ეწერა. ეს და ეს, მისტერ ეს და ეს. მაგრამ ახლა ტელეფონთან უკვე ნომერს მიწერს. სახელდაგვარს არ მიწერს. და ვეუბნები, ალო. და როგორც კი გავიგონებ ხმას, ყური არჩევს. ეს შენ ხარ? ედათი? ეს შენ ხარ? კი. უკვე ყურმა გაარჩია. ყური არჩევს. ყურმა ეს ხმა მომაწოდა, რომელიც წინათ გამიგონია. ანდა კაცი რომ აიღებდა გამარჯობა. და უცბად არჩევს ყური რომ რაღაც კარგი ამბავი არ არის. ანდა სიხარულით ვიღაცა. გამარჯობა. იცით რა ისა გავიგე სიხარულის ხმასთან უკვე შენ გრძნობ რომ რაღაც კაი ამბავია. რა მინდა ხა ამით თქვა მე? მეგობრებო. რა მინდა და რომ ხმა ყური ეს ხმას არჩევს. და იესო თუ გახსოვთ რას ამბობდა? ვისაც ყური აქვს სასმენად, ისმინოს. ყური გორი ყველაზე ბაი ყურები. მაგრამ მათი ყურები ეს ყური კი არ იყო, ის იყო გულის ყური. და ეს არის ჩვენი სული ეს. სულით უნდა გრძნობდე. თუ გახსოვთ, იესოს სულით მიხვდა. ძალიან ბევრი ადგილია სულით მიხვდაო, რაზე საუბრობდნენ. სულით მიხვდა, რა ქონდათ გულში. სულით ხვდებოდა იესო. სულიერი კაცი ხვდება. აი ვიღაცა რაღაცას ლაპარაკობს. და სადღაც გადაუხვია და უკვე გრძნობს სად მიდის. ერთხელ ჩვენთან მოვიდა ვიღაცა ერთი ხუსესი და დაიწყო რაღაც ლაპარაკი. და როცა მიხვდი რომ ეს უკვე არასდროს ლაპარაკობს, ავდექი და გავაჩვენე და ვარ სტოპ. მაშინ შენ არ ხარ კარგად. შენ სულიერი ტუბიკი ჭირს. და მე ვუთხარი ხალხს, ავდექი და ეკლესიის წევრებო. არ უსმენთ. ამას რაღაცა ჭირს. ალბათ ნაწყენი წავიდა, მაგრამ რა ვქნა. ასევე არის სახარებაში ასეთი მუხლი, რომელთა მერვე თავის მე-14 მუხლში. ვისაც ყველა კი არა იქ წერია, ვისაც ღმერთის სული წარმართავს. ეს ყველას რო ეხებოდეს, ამ სიტყვას არ იხმარდა პავლე მოციქული. ვისაც ღმერთის სული წარმართავს, ღვთისშვილები არიან. იესომ თქვა, ჩემი ცხვარი იცნობს. მისი ყური არჩევსო. ჩემი ცხვარი. და შენი ცხვარი მე არ ვიცი ვინ არის. ჩემი ცხვარი ჩემს ხმას იცნობს. ამიტომ მომყვებაო მესიის. ამიტომ მოყვება იესოს თავისი ცხვარი. თურმე ცხვარს მაგარი დაქვეითებული აქვს ხედვა, მაგრამ მაგარი სმენა აქვს. ხო არის ეს? მაგარი სმენა აქვს ცხვარს. ვერ მოატყუილებ, რომს მაგრად მიამგვანო, ცხვარი იდგა, ეს არა ჩემი პატრონის ხმა. გაიქცევა იქით. რატომ? სმენა აქვს. ანდა მაგალითად არ გაგიგონიათ, ან არ გინახიათ, ან რეალურ ცხოვრებაში, ან ფილმებში, ან დოკუმენტურ ფილმებში, როგორი დაჟე ისინი ეს ბრმები. ბრმა ის კალი ეს კაშიზის. არავის არ ხედავს. და ვიღაცა მოვიდა სახლთან, მოდის ეზოში.
გურამ შენ ახარ? ვახო. არქანიე. შენ ხარ? საიდან მისანიბ? შენი პახოტკით. ის როგორ მოდის? დაგ, დუგ. ვიღაცა? კეთ. ზოგიერთი რაღაცა არის. ფეხებს მოათებს იმასე. ყველაფერს იმათ ისე აქვთ განვითარებული სმენა, თვალებს არ ხედავენ იმიტომ. ეხმარება ის მინუსი, მისი თვალის ხედვის მინუსი, გამძაფრებული აქვს სმენა. თითქმის ყურებით იყურება. ყურებით ღებულობს ინფორმაციას, რაც თვალებს არ შეუძლია. იმდენს არა, მაგრამ მაინც მაგრად ეხმარება. ამიტომ სულიწმინდის ვინც მართავსო, ვინც სულიწმინდით დადის. სულიწმინდით დადიოდნენ მოციქულები. როცა ვიღაცა გატყუებს, ანდა ვიღაცა არასწორს გეუბნება და გასწავლის და ითომ გთავაზობს, იესომ ხო თქვა, სულიწმინდა გაგახსენებთ. თუ უსმენ ჩვენ სულიწმინდის ხმას, თუ მასთანა ვართ. ეხლა მაგალითად შენ ზიხარ ეკრანთან ახლა და მიყურებ. ეხლა რომ შენ წარმოიდგინო იესო რო გვერდით გიზის. არ ვთქვათ გულში გიზის, ეს ზოგს ის მიაჩნია ფანტაზიურად. დაჟე ზოგიერთ მორწმუნეებსაც. აი დავუშვათ ყოველთვის რომ წარმოიდგინო რომ შენს გვერდანაც შენ იმ ოთახში იესოა. გიყურებს. შენს გვერდით იესოს ის. შენი ცხოვრება უფრო შეიცვლება. იმიტომ რომ იმას არ იტყვი, რასაც იესო რო არ ყოფილიყო, მაშინ რო იტყოდი. იესო რო არის იქ, ისე არ მოიქცევი, როგორც ისე არ ყოფნისას. როცა ჩვენ ყოველთვის რწმენი თან ღვთის წინაშე ვდგევარ და ყოველთვის ეს ყურები ასე გვაქვს ლაყატოებით მომზადებული, ჩვენ აუცილებლად გავიგონებთ მის ხმას. ერთხელ ფაბრიკაში რომ მუშაობდი, ურწმუნო ვიყავი მაშინ. ხო და უფალმა ერთხელ გამახსენა ის მომენტი. ავიაციული ფაბრიკაში მუშაობდი რაღაც ცოტა ხანი. ხო და იქ დაზგაზე დამაყენა და ბევრი დაზგები იყო და ისეთი ხმაური იყო, სანამ პერერივი მოვიდა და პერერივზე რომ გათიშავდნენ, კიდო ყურში მიწიოდა იმ დაზგების ხმა, კიდო კარგად ვერ ვისმენდი. და როცა გამივლიდა ეს ხმაური, ისე დაიწყებოდა და საღამოდ. და რა მოხდა ერთხელ იქ? რაღაც გამიტყდა, რაც ჩარხავდა რაღაცას. და აგერ 2 მეტროზე მიდგას ეს პრარაბი თუ ვინცას ევალება და ვინცას შეუძლია მომცეს ის ყველა ვერ მოცემს რაღაცას. აგერ დგას ის გასია 2 მეტროში. რაღაც ერქვა სახელი, ვეძახი. ჰეი, უფროსო, რაღაცა ქვია. აიც რა, მაგალითად. გია! თენგიზ! მერე მომივიდა გური. თენგიზ! მერე ისე დავიყვირე, კი აღამ გამისკდა ის. ხელისის. მეორე დღეს ძილის ლოგარ რაღაცდი. და გულის მომივიდა რომ არის ვერ მივაწვდო რაღაც აგერ 2 მეტროში მედგას ის გასი. და ისე დავიყვირე თავი მეტკინა. არაფერი რეაქცია. იგი გეყურებოდა. და ეს როცა ვკითხულობდი სახარებას ბიბლიას, მაშინ გამახსენა უკვე. გახსოვსო ის მომენტი. მე ის არც დამჭირდებოდა მე
იმისანები კი არა, რა არ მახსოვს, მაგრამ ის უფალმა გამახსენა. იცით რატომ? იმიტომ რომ ცოცხალი მაგალითი მომიყვანა უფალმა, იმიტომ არ გესმის ასენ ჩემი ხმა, რომ როგორც მაშინო შენ რო ეძახდიო იმ შენს უფროს პრარაბს ვიღაცას. შენს უფროს როგორც იმან ვერ გაიგო, მეც გეძახი, გელაპარაკები და ჩემი ხმა არ გესმის. რატომ? იმიტომ რომ აქეთ დასგების ხმაურია. ამ ქვეყნის ხმები ფარავს. საზრუნავის ხმა, შიშის ხმა, ურწმუნეების ხმა, მომავაზე ზრუნის ხმა, რა ვიცი, რა და რა ხმები, მერე ეშმაკის ხმა, რელიგიის ხმა, პორტიზულების ხმა და მერე ამაში ყველა შენს თავშია ეს ყველაფერი. ის კი არა რომ როგორც წერია გველი, ასე ყურს იცოფსო შემლოცველის წინაშე. ამიტომ თქვა იესომ იღავით ბრძენი, როგორც გველი. რატომ? მოვიდა ვიღაცა, არა, აბრაკადაბრაკა. ყოფილა ასე რაღაც წერია, შემლოცველის წინ გველიო ყურს ისა იკეტავსო. რა არ გაიგონოსო მისი ლოცვა. ჩვენ კი არ ვიკეტავთ. ჩვენ ტვინში, თავში, წმენაში, მშვიდმაში ერთი ამბავია იქ. ბაზარ ვაგზალი. როგორ იყო კიდე ერთი ადგილი ერთთან ქადაგებელი მოყვა. ეს ნამდვილი ამბავი მოყვა ქადაგებელმა. ვიღაც მორწმუნის ვიღაცა ამერიკის რომელიღაცა რაიონიდან იყო. იგი თებიდა სადღაც ინდიელი. ისინი ეროები რო ასე ბუმბული. მორწმუნე ჩამოვიდა ამერიკაში. ხო და მიდიან ახლა ესენი და ამ აურში აურზაურში ამ ინდიელმა ამ სტუმარმა გაიგონა ის ჭრიჭინას ხმა. და სადღაც ჭრიჭინა არისო. უთხრას რა ის ჭრიჭინა გასო ამერიკის ცენტრში პიპუ პაპუ მანქნები ტორმოზი ყვილი ამდენი ხალხის ალიაკოთი ამის სოტაფორები მანქნები ერთი ამბავია და როგორ გაიგონა გასო ჭრიჭინას ხმა. ალბათ მოგესმა. წავიდა ვიქიდან გაწიაო ბალახები და ჩაყვა ხელი და პატარა ჭრიჭინა თუ კალია თუ რაღაცა გამოიყვანა იქიდან. ჩვენ რატო არ გავიგონეთ გასო? იმიტომ რომ უთქვია მინდიელს თქვენი ყურადღება, თქვენი სმენა სულ სხვაზეა გამახვილებული. რაზეო და ჩიბიდან ამოიღო ის რკინის ფული. ხურდა რაღაცა. და ასე ააგდო და ეხლა უყურებო გაჩვენებო თქვენი სმენა რაზეა დამოკიდებულიო და ხალხი ხომ მიდიო და იმათ უკან დაუგდო ხურდა. კლემ ხო დავარდა. იქი წამსულმა აქ ყველა ერთ წამში მოვრუნდნენ. იმ ხმაურში გაიგონეს პატარა ერგაბიგიანის დავარდნა. ამას თქვენ ხელიდან არ გაუშვებთ ამის არახმებს. მაგრამ მე სადაც ვარო, იქ აი ეს ხმები არისო. სადაც არ უნდა ვიყო, მე მაინც გავიგონებო ამ ხმას. ასე რომ ღმერთთან ვინც დადის, ღმერთთან ვინც ყოველთვის კონტაქტშია, ის ყოველთვის გაიგონებს უფლის ყვირილს კი არა, ნასხმას. ის ნაზარ ლაპარაკობს, ის არ არის ყვირალა. სიწყვილეში გესმის მისი ხმა. სიმშვიდეში გესმის მისი ხმა. როცა პანიკაში ვართ, მაშინ არ გესმის და რა დაემართა ხმას. დავარდა რაღაცა და წითლად მიჩვენეს. მასალე ზეთუდი, ჩემი გესმით იქ
პირველად ხარ ლაპარაკობ იქ. არა კიდევ არა რომ ზედით რა არის ახლა. ერთი წუთი. პაუზები. აი არის აჩვენებს, არაჩვენებს. ხმა არის შეიძლება სატანას გაუხარდება როგორც ხმის ჩაწყდება. აქეთ არის მე მგონი ეს არის. მოდი. საერთოდ გამორთავ ამ მიკროფონს. მე არ ესე რა მოხდა. მოკლედ. ისა. ამიერხეს. რაზე არის ჩვენი ყურადღება, იმას უსმენთ. როცა ჩვენ პანიკაში ვართ, როცა ჩვენ ურწმუნებაში ვართ, უიმედებაში ვართ, აი ის შიშის ხმა ფარავს ღვთის ხმას. ამიტომ ღვთისშვილები ცუდ სიტუაციაში არიან. ისე ვიფიქრე დამტენი მეთქი ამას. მე მგონი ალბათ გესმით, ხო? ეხლა მე რას მოყოლე ყველაფერი ამას. ჩემს დღეს კარგად მოკლედ კონკრეტულად არა ხო იცით მაინც ვიცი ეს. მე ახლა აქ ვეცდები გაჩვენოთ. ერთწუთიანებია ვიდეო თქვენზე იყოს ვერ დიდი. რას გეტყვით თქვენ, თქვენი სული, თქვენი უფალი, არის ჩემი უფალი ვინ არის იქ, მაგრამ მოусმინე უფლის ხმას. შენზე იყოს. ერთწუთიანებია ეს. რეალურად მარკოს სახარება რა არ გაჩერდა. სახარება არ არის, ჩვენ არ ვიცით ვინ იყვნენ ამ სახარებების ავტორები. სავარაუდოდ პირველი 100 წლის განმავლობაში ამ სახარებებმა ისე იარსება, რომ მათ სათაურები არ ქონიათ. მხოლოდ მოგვიანებით გაჩნდა საჭიროება და ასევე ინტერესი, რომ მომხდარიყო იდენტიფიცირება ამ სახარებების ავტორისა. ასე რომ ძალიან გვიან ამ ეს სახარება ასოცირებული იყო მარკოსთან. ჩვენ ვიცით ქრისტიანული სახელმწიფოდან მარკოსი ვინ იყო. მარკოსი იყო ახალგაზრდა. სავარაუდოდ მისი დედა იყო ებრაელი, მას მარიამი ერქვა. მამა იყო რომაელი, ამიტომ ქვია მას მარკოსი და იოანე. ებრაული ტრადიციის მარკოსი იყო ვიღაცა იგი პავლემ მარტო იყვნენ ერთხელ. იყო იოხანან. ის ხიდა მას ეხლა ეს ერთი. მოკლედ ამან თქვა რომ ჩვენ არ ვიცით რომ მარკოს სახარება ვინ დაწერაო და ის სახარებები. არ ვიცითო ვის იყო და მე გავიდაო 100 წელიო და უნდა დარქმეოდაო უსათაურო იყო ეს სახარებები. ხო და მე დაარქვეს ლუკა, იოანე და ისტორიას ეს გააფორმეს. კაი, კიდე ერთხელ ჩავთავ. რეალურად მარკოს სახარება უყურეთ. მარკოს სახარება არ არის, ჩვენ მოზრფას კახაც არის აქ. ჩაერთე იქ. უკან მუზევს. იმას. მალხას ზოგოლაშოს. კახაბერიო, ყველგან მაგრად მოგწონს. შენი ამერ შენი სიზმარ. ჩვენ არ ვიცით ვინ იყვნენ ამ სახარებების ავტორები. სავარაუდოდ პირველი 100 წლის განმავლობაში ამ სახარებებმა ისე იარსება, რომ მათ სათაურები არ ქონიათ.
მხოლოდ მოგვიანებით გაჩნდა საჭიროება და ასევე ინტერესი, რომ მომხდარიყო იდენტიფიცირება ამ სახარებების ავტორისა. ასე რომ ძალიან გვიან ეს ერთი. მეორე. უცბად. აკანკარებული და გაოგნებული ქალები სამარხიდან გამოცვიდნენ და გაიქცნენ. იმისთანა შეშინებულები იყვნენ, რომ ვერავის გაუმხლეს, რაც მოხდა. წერტილი. აი აქ თავდებოდა მარკოზის სახარება. ძველი ვერსიით, ორიგინალური ვერსიით აქ თავდებოდა მარკოზის სახარება. რას ვფიქრობ, რომ გენიალური გადაწყვეტილება იყო ავტორისა. იგი სულებით მიანდობს მკითხველს არჩევნის გაკეთებას, რწმენის მიღება არ მიღების საკითხს და სთავაზობს თვითონ გააკეთოს საკუთარი არჩევანი. ამ სახარებაში შეხვედრა მკვდრეთით აღდგარ იესოსთან არ აქვს. არც იესოს ამაღლება არ აქვს. ეს არის მოგვიანებით დამატებული გადამწერების ან რედაქტორების მიერ, რომელთაც ჩათვალეს, რომ ასე არ უნდა დამთავრებულიყო სახარება. არა, ეს იყო მარკოზის გენიალური გადაწყვეტილება. აკანკალებული და გაოგნებული ქალები დამატებული არის იესოს აღდგომა და გაიქცა. და რაღაცა დამატებული ვიღაცებმა დაუმატესა. ეს ერთი, ეს მეორე, კარგი. როგორ გავაკეთებ უცბად რო ჩაერთოს. ეშინია. ამ სახარება, ეს სახარება ასოცირებული იყო მარკოსთან. აი, მაინც იმას ლაკათებს. ის რაც მარკოზის სახარებიდან გადაწერილი არ არის მხოლოდ 19 წინადადება. დანარჩენი სულად არის გადაკაჩული მათეს სახარებაში და ასევე ლუკას სახარებაში. ის რაც მარკოზის სახარებიდან გადაწერილი არ არის მათემ და ლუკამ გადაწერეს სახარება. გადაკაჩეს. აი, მერთა გვიშვენე. აი, თქვენი აგერ უსმინეთ. თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ. აქ ასამბობს იესოს მშობლიური ენა იყო არამეული. ებრაელები მაშინ ებრაულად აღარ ლაპარაკობდნენ. მათი საერთო ენა იყო არამეული ენა და ამ არამეულ ენაზე იძახის ელოი, ელოი, ლამა საბაქტანი. ღმერთო ჩემო, რატომ მადლობ. და ჩვენ გვაქვს ერთი ხელნაწერი, ძველი ხელნაწერი არის, რომელიც არ ეკავს რომელიღაცა ტრადიციას, რომელიღაცა რედაქციას მარკოზის სახარებას, ასე თქვია, ღმერთო ჩემო, რატომ დამცინე? როგორი სიმწარია ამ გინდა ერთ ვერსიაში, გინდა მეორე ვერსიაში. ჩვენს წინაშე არის იესოს სულებით სასოწარკვეთილი, რომელიც დარწმუნებული არ არის რა ხდება მის თავს. იესოს მშობლიური ენა იყო არამეული. დარწმუნებული არ იყო იესო რა ხდება მის თავს. აზე არ იყო იესო. 47 წლამდე მე აზე არ იყო იესო. კიდევ ერთხელ მინდა ბოლო იმას მოусმინო. ებრაელები მაშინ ებრაულად აღარ ლაპარაკობდნენ. ის სიმწარია ამ გინდა ერთ ვერსიაში, გინდა მეორე ვერსიაში. ჩვენს წინაშე არის იესოს სულებით სასოწარკვეთილი, რომელიც დარწმუნებული არ არის რა ხდება მის თავს. იესოს მშობლიური ენა დარწმუნებული არ იყო იესო რა ხდება მის თავს, იმიტომ მოვიდა იესო და ზატკნის. მე ამისთვის კიდევ ძმაო და ძმებო, ამის გულისთვის თუ თქვენ გული მოგივათ, საცოდავზე საცოდავინი ხართ. ისეთ რატომ? პავლემ თქვა და უთქვია და მართალი ყოფილა ის, რომ არისო სხვა სახარება, სხვა იესო და სხვა სული. უпростоრად სხვა იესო, სხვა სული და სხვა სახარება. სახარება, მაგრამ სხვა, ეს კაცი
პავლე რო იყოს აქ ცოცხალი თქვენ გაჩვენებდით მაშინ გაჩვენებდათ რას ეტყოდა და რას გაუკეთებდა როგორ ვერდის გამოუტანდა აი ამ მალხას სონღულაჩუს რომელსაც თქვენ იცავთ მთელი ძალით დაიცავით მე ეს კაცი არს მძულს არს მტერია ეჩენი ეს მტერზე უარესია ხალხისთვის ჩემთვის ეს არ არის მტერი ჩემთვის ეს საწყალი საცოდავი გზა აბნეული კი ბევრი გაუკეთებია იმან ბევრი გაკეთე ბიბლია თარგმნავ შენ თუ წაიკითხე იეზეკილის წერილი ღმერთი ეუბნება იეზეკილს თუ ადამიანი იცხოვრებს წმინდად სიმართლეში და მერე დავარდება ცოდვებში და იწყებს ცოდვებში იქნებაო და მოვაო ჩემთან მე არ გაუხსენებო იმ თარგმნას ნიშნავს იმას მე არ გაუხსენებ იმას იქ რომ პრავედნიკად ცხოვრობდა და მერე რომ დაამთავრა ცოდვილი ცხოვრებით მაგრამ თუ ცოდვილი ცხოვრობდაო ცოდვილი ცხოვრები და მერე ბოლოს მოინანიებსო მე არ გაუხსენებო იმ ცოდვებს პირიქით შევაქებ და ასე რომ ის წარსული სტარტი არა ძმებო და ძმებო თავარი ფინიშია თავარი რას გინდა ის თქვით და ერთი ბოლო და ვსია თუ არ ცდები familia ეს ერთი ოთახოთი გამოცდილება რა არის გამოცდილება ასეთ საინტერესოა მუჰამედს წინასწარმეტყველს მუჰამედი მუჰამედს წინასწარმეტყველს აქვს ნუმინოზური გამოცდილება როდესაც ის უკვე ასაკში არის შესული ხილას მთაზე არის გასული მარტო გამარტოებული ლოცვისთვის მედიტაციისათვის და მას ჩაესმის ხმა იკრაყ წაიკითხე და მაშინ მიიღებს მუჰამედი პირველ სურას ყურანიდან მისთვის ეს არის გამოუგნებელი გამოცდილება ის შეშლილივით დაბრუნდება შინ თავის მეუღლეს ეუბნება რომ არიქა მიშველე ცახცახებს სკალის ხადიჯა ქვია საბანს აფარებს ფიქრობს რომ რაღაც გაუჯერებელი მოხდა მის თავს რომ ჯინები გამოეცხადნენ მაგრამ მოგვიანებით ქრისტიანის ნესტორიანელი სასულო პირის მეშვეობით მუჰამედს დაარწმუნებდა რომ ეს ჯინებთან შეხვედრა კი არ იყო არამედ იყო ღმერთის გამოცხადება ეს ხო მუჰამედის ცხოვრებაში ნუმინოზური გამოცდილება მუჰამედს წინასწარმეტყველს აქვს ნუმინოზური გამოცდილება როდესაც უკვე მე არაფერს არ ვიტყვი მე მგონი მე თქვენსაც მივიტყვი ვისაც მოგწონთ ნათლიად იყოლეთ არ გამოტოვეთ მისი გადაგებები და ღმერთმა შეგარგოთ თუ შეგერგებათ იმიტომ რომ წერია ვისაც არიამა ჭეშმარიტება ღმერთი გამოუგზავნის მას თურმოქმედებას რათა ირწმუნონ სიცრუე ასე წერია მეორე თესალონიკელთა თუ არ ვცდები ცოტას კორინთელი მეორე კორინთელთა აგერ რა უმართლობით აღობ უფალი როგორ ეს სატანის მოსვლა იქნებაო ნიშნებით მაშინ ისა უფალი მოსვლას ამ ანტიქრისტეს ყოველგვარი მასწავლებელი უმართლობით დაღუპულთათვის იმის გამო ღმერთი გამოუგზავნისა
იმის გამო რომ მათ არ მიიღეს ჭეშმარიტების სიყვარული თავის გადასარჩენად. აგერა. ამისათვის ვინც არ მიიღო ჭეშმარიტების სიყვარული, ჭეშმარიტება სიტყვა. ვინც არ მიიღო ჭეშმარიტების სიყვარული თავის გადასარჩენად, ქრისტეს სიტყვები, ქრისტეს სწავლება. ამისათვის გაუგზავნის მათ სატანა კი არ წერია იქ. ამისათვის გაუგზავნის მათ ღმერთი მცდარ მოქმედებებს, რათა ირწმუნონ სიცრუე. რათა დაისაჯოს ყველა, ვინც ჭეშმარიტება არ იწამა და ეამა სიცრუე, უმართლობა. არ მოხსნ სიმართლე, არ გინდა ჭეშმარიტება. ისა ნალევო ნაპრალ გველივით გზები გიყვართ. კეთილი მზავრობა. რაც გინდათ ისქენეთ, ვისაც არ გიყვართ. კაცი რომელიც ლაპარაკობს, მარკოზის ვინ დაწერა არისიან. ჯერ ამბობს მარკოზმა დაწერა, მერე არის ის ვინ დაწერა მარკოზის სახარება. მერე ამბობს მათემ და ლუკამ გადაიწერესო, ისა ლუკას მათემ და ლუკამ გადაიწერესო მარკოზის სახარება. რა გაჭირვება ქონდა მარკოზის და იმასე მათეს და ლუკას რომ არ გადაეწერათ. რა თვითონ არ იყვნენ მოწმე, თვითონ არ იყვნენ იქ. რაზე უნდა მე როცა არ ვიცოდი გაკვეთილი იმისგან ვიწერდი ამ ხანაგებისგან. იმიტომ რომ არ ვიჯექი კლასში, არ ვიცოდი რა იყო ვაფშე გამოცდის საგანი. და სხვის შპარგაკას ვიწერდი. მაგრამ მე როცა ვიცი, მე როცა ვარ მოწმე, რა თმინდა მე შენი დაწერილი. ჩემს დავწერგაც, აი ესე გააკეთა ღმერთმა. 4 სახარება, 4 მოწმე, ეს არის 4-ვე მხრიდან. წინიდან, უკნიდან, მარჯვნიდან, მარცხნიდან, ყოველი მხრიდან ეს 4 სახარება რომ შეკრიბონ თლიანად ყველა ერთი სრული ისტორია იქნება. ერთი გადაიღებდეს ვინმე ფილმს, ანუ დაწერდეს წინგს, ისე კი რა თავისით. ისე დააკუცმაცებდეს ამ 4-ვე სახარებას და აწყობდეს ყველას მოზაიკას აი პატარ-პატარა და ერთი ისტორია. ეს ერთი ისტორია. ეს კაცი ამბობს ეს. ვინც ახლა გაჩვენეთ. უკვე ნევროლოგის გამო დამალე სახელი და გვარი. ეს კაცი ამბობს რომ ლუკამ და მათემ და ალბათ კიდე იოანემ გადაიწერეს. ეს ყოფილა დამწყები დედა სახარება იყო, მარკოზის სახარება. მარკოზი დაწერა და ისე რომელმა მარკოზმა, ამ მარკოზმა კი არა მოციქულმა. ვიღა ჟღვინტიანმა. პავლემ რომ მეორეჯერ არ წაიყვანა ის მოღალატე. შუაგაზზე დატოვა პავლე და ბარნაბა რომ წაიყვანა მერე იმ მარკოს აბრალებს. ამ მოციქულს კი არა. და ლუკა კიდო რა ვიცი ვიზე ამბობს. მერე იესომ თურმე არ იცოდა რა დაემართა. რატომ დამცინე მამაო? და ისეთი აფეთებული და სასოწარკვეთილი იყო, არ იცოდა რა ემართებოდა, რა უბედურება დაეცა თავს. არა და იესომ თავიდანვე იცოდა, მოციქულებს აფრთხილებდა, მე უნდა წავიდე, მე ასე მიზამე, მამაო ამაცინე ეს ასმისი თუმცა ჩემი ნება კი არა შენ რატომ ამაცინე? იცოდა მამასთან განშორება მოხდებოდა, რომელიც არასოდეს არ უგრძნია და არ განუცდია. იმ გზნობას შეჯახებოდა იესო უფალი, ამიტომ ეუბნებოდა მას, თორე მას არ სიკვდილის არ ეშინოდა. მან იცოდა სად მიდია და ეს კაცი ამბობს აზე არ იყო რა დაემართა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდა იესო და პანიკაში. დიდა რა დაემართა. რატომ ხდება ეს ასე? აზე არ იყო იესო. და მერე მუჰამედი გამოაცხადა წინასწარმეტყველად და ეს ვისაც მოგწონთ ღმერთმა შეგარგოთ. ხოლო ჩემოს მეგობრებო, თხილად იყავით. მოусვინეთ
იმიტომ რომ ბოლო დრო არის. უფრო ხო იცი რაც დრო მიდის, უფრო ისა ტექნიკა უფრო ვითარდება. განვითარება მიდის. წინა რაღაცები იყო, ეხანდელი მანქანები რო აჩვენო წინანდელ ადამიანებს არ დაიჯერებენ ალბათ. ცოტა ხანში დაფრინდეს იქნება, ტრასები იქნება ჰაერში. ხო და არ ხედავთ? უკვე ბენზინით კი არ დადეს მანქანა, პატარაებით დადეს. ხო და ბენზინის მაგერად პატარა. ტენავენ მანქანებს და всё. მანამდე იყო ბენზინი, დიზელი, ეხლა ის და ცოტა ხანში ტაქსი დაელოდები ჰაერში, სადაა კაცი ჩემი ტაქსი. სადაა როდის მოფრინდება ერთი ეს. ამის ნადროს იქნება სულ მალე. ასე რაც რო გადის ხო ვითარდება ტექნიკა. აი ასე რაც რო გადის და რაც უფრო ბოლო დროა. მეტი პროფესიონალი ქურდები მოვლენ, პროფესიონალი აფერისტები, პროფესიონალი თავის საქმეში იესომ რო უთხრა. ერთმა მომწერა ერთმა ძმამ, საყვარელმა ძმამ. რატომ არ გიყვარსო, შენი მტერი ხომ უნდა გიყვარდესო? ეშმაკი რო უწოდებ, მოციქული. ეშმაკია ყველა, ვინც არასწორად ლაპარაკობს. ეშმაკია, ვინც დაარღვევს წმინდა წერილს. პეტრეს უთხრას, გამშორ სატანა ვინაიდან შემოხვედიო სასწუნებლად. ვაის რო ეუბნებოდა წიგნობრეს რა, არ უყვარდა იესოს? თუ ცოდვილები მარტო უყვარდა და ისინი არ უყვარდა. სიყვარული მარტო ის არ არის ცაცა და ეს კოცსა და ხვევნა. ღმერთი ამბობს, ვინც მიყვარს, მაგას ჯიჭრნი, ვამხელ. ხო და მე ახლა მის რომ ვამხელო, იმისთვის იქნება მოღუტუნება, გაიცინებს იქით. მე ვზრუნავ ჩემს ძმებზე, დევზე, ჩემს ახლობლებზე, ჩემს ნაცნობებზე, ვინც სყურამდეც მივაწვდნენ, ხო? ხო და თუ არა და რაღაცებს. თხილად იმ რაღაცებში მოწამული ტორტია და შენ ვერ გავარჩევ სადა იქ უკვე წასულია უკვე. შხამი ყველგან და შეიძლება ვინმე ხა ვიღაცა მიფიქრა არაკაც ეს ამას არ შენ ხომ მოусმინე. შენ ხომ გაიგონი ეს სიტყვები. მოусმენ მის იდეოლოგიას მოусმენ და ერთ დღეს რაკეგას ამკას მარახას შენ უჩინები მეორე სომღოლაშვილი. მეორე სომღოლაშვილის მოდგმა ჯიში. ამიტომ ქრისტიანები ისა კიდე ერთი სადღაც ახლა მოვისმინე ქრისტიანებს წინათ ხონდათ ამისანა სახელწოდება გზა. საერთოდ არ გამიგონია სახარებაში. ეს რას იკვლევს და რას თხუნელას არის, რას ეძებს იქ და რა გამოაქვს იქიდან ღმერთმა იცის. ბიზია ძმებოდადებო, მე არაფერი არ მინდა, არ ღებულობ, არ შენ ისტორიულ ფაქტს, არაფერი. შუბზე მიიწებე შენი ისტორია. ისტორიიდან გამოქექი არ ვიცი და ეშმაკის ნაწერს მაჩვენება რაღაცას. არ მჭირდება არაფერი. იესომ უთხრა სატანას, დაწერილია, პაშოლ ტი ვონ, ვინც არ უნდა იყო, მალხაზი კი არა, გურამი კი არა, ის ვიღა თუნდაც მოციქული იყო, არაფერში არ მჭირდება, შენი ნაჩხრეკი და ნაქექი, კონდეს იქ შუბზე მიიკარე და თუ ჩამოვარდება, პლასტიკი გაიკეთე იქან წებო. არ მჭირდება და არავის არ ჭირდება და ვინც ამისანებს ადგება, ისიც უკვე მის მხარეზეა. ამიტომ წადი და ნათლია დაიყენეთ იქ. ბორკა ყოველგვარ უწმინდურ სულს. იმიტომ რომ იცი რა საკეთებს სატანა? სახარებაში წერია, ვისაც ქრისტეს მოზღრება არ აქვს, მას ღმერთი არ ყავს. შენ სატანა არ გეტყვის რომ შენ უარყავი იესო, უარყავი ღმერთი, ამას არ გეტყვის ის შენ. ქრისტეს სახარება შეგიცვლის. წაგართმევს. სხვანა გადატეხილად მოგცემს.
ხოდა გეტყვის, ეხლა იძახე ალილუია, უგალობ ღმერთს და გულში ამბობს. აჰა, შენ მამზერო. შენ წაგართვი ღმერთი. თუ ეს ისე თქვა იოანემ, სულიწმინდა, ეს წვერებიანი მოხუცი ძმა კი არა, დიდა, მე ვერ უწოდებს მას. აბადია უფალო, თუ გინდა შენ ალბათ ვიღაცა შევეცოდები. ჩემთვის არაა ძმა, ვინც ასე ყველაფერ ამ პიროვნებას ეჭვიეპარება სახარებაში. თქვენ ხართ ვაფშე აზზე კაცო, რას ამბობს ეს კაცი? არავინ არის ისო მარკოზის სახარება ვინ დაწერაო. ნახეთ იქ, თუ ძალიან გინდა მოგიგზავნით იქ. არ ჯერ ამ კაცს, წმინდა წერილის, ღვთაებრივი წერილის, პეტრე ამბობს, რომ პავლე ამბობს, მთელი წერილი ღვთისსულიერია. პეტრე მოციქული ამბობს პირველის 21-ში, სულიწმინდით ამოქმედებულნი წერდნენო. ამას მე არ გიჭი. როგორც იტყვიან რუსები, რუკი ვნოგი და დავაი, გაიქეცით. ამის ვიდეოს ნახავ და ასკროლი იქით. ეს ჩემი რჩევა და შენ თუ გინდა ნაიზუსტ ისწავლე კაცო, მე რას დავეცე. მე გავთხილე და არ გინდა და იმასთან გაკურთხოთ. მე ერთ მოდ წავიკითხავ და დაგემშვიდობები წავიდე მე ზარიზინები ხო. როცა რაღაცა ვისა ვერ ვიძინებ სანამ არ ვიტყვი. გამოცხადების წიგნია ეს. აიდედა. ეფესელთა ეკლესიას ეუბნება უფალი. ვიცი შენი საქმე შენი შრომა მოთმინება და უყურე. არ შეგიძლია. ისიც რომ არ შეგიძლია ბოროტთა ატანა. თქვენ მგონი ბოროტი ყაჩაღები და ბანდიტები და ისინი. ცუდი კაცი, უწუნეები, წარმართები. ბოროტთა ვინ ახლა ბოროტი გაჩვენებ? არ შეგიძლია ბოროტთა ატანა. ალერგიას გაძლევსო. არ შეგიძლია ვატანა. რატომ? და გამოსცადე ისინი, რომლებიც თავის თავზე ამბობენ, რომ მოციქულები არიან. რა მოციქული? ის კი არა მოციქული ნიშნავს წარგზავნილს, ღმერთისგან დავალებული აქვს თვითონ. აი ღმერთის კაცია მოკლედ. ღმერთის სიტყვებს და ღმერთის მას გასწავლის. მოციქულია, გამოგზავნილია, ღმერთმა გამოგზავნა რომ გასწავლოს. რომლებიც თავიან თავზე ამბობენ რომ მოციქულები არიან და არ არიან და პოვე ისინი ცრუებად. დაუმტკიცეო მათ რომ მატყუარები არიან, რომ ცრუობენ და ამით იხსენია კიდევ ბევრი. დაუმტკიცე. და ღმერთს ისეთი ხალხი უნდა, რომლებიც ვერ იტანენ ცრუ მოციქულებს, ზაკვარმუშებს და ღმერთმა ამისანა ხალხს, ამისანა მორწმუნეებს ვითომ უწოდა ბოროტები. არ შეგიძლია ბოროტთა ატანა. ისპიტანი გაუკეთო, გამოსცადე, დაუმტკიცე, რომ ისინი მატყუარები არიან. და ამას თითეული ჩვენგანი უნდა აკეთებდეს. შენი სული უნდა გიმოწმებდეს. ეს არასწორად ლაპარაკობს. ამაში ისტორია, ამაში არა ისტორია. მე რო უსვენ იმდენი არასწორს ლაპარაკობს. ვაფშე არ მინდა იმისი არაფერი. არ ჭირდება მაგალითად. შენ გამჭირდა, ჩვენ ჭირდება. შეგარგოს ღმერთმა. თუ შეგარგება, ის ბოლოს ნახავთ. ამიტომ მოწამულის და დაჭამი კაცის ისა მე არ ვიცი. კარგით. რა ვიცი, რა ჩემი საქმეა კაცო, რა თმინდა, მაგრამ მე რატომ მე ეს კიდე არ გავშება ხელი და ეხლა ეს. რატომ? ზოგიერთი მაგრამ გაჩვენე რა ერთ სურათს. ეხლა ეს კიდე მოვინდურებ ალბათ. ეხლა
სად არის წავიდე? აქ არ ჩანს ეს ძმა. ებრაულად აღარ ლაპარაკობენ. ეს ამაზე კი არ ვამბობ, კი ერთი ძმა არის. საერთო ენა აქ არის? იყო არამეულენა და ამ არა, კიდევ არ არის. სად წავიდე ეს? აქ არის? აქ იქნება 100%. ასაკში არის შესული, ხილას მთაზე არის გასული, მარტო გამარტოებული. ისანი შეიძლება არის. მედიტაციისათვის მას ჩაესმის ხმა იკრაკ. ესენი შენი თავი. იტყვი რა შენი საქმეა ჩემს თავს რაჯუნებ. შენ ხომ ქადაგებელი ხარ? კახავერ. მუჰამედზე რას ურტყამ ბიჯოი? ძმაო. ლაიქს. არა კაცო, არა ძმაო, შენი საქმეა, ლაიქი არა, გულისა დავრდი თუ გინდა. მაგრამ მაშინ გაგვარკვიე. ჩვენ ხომ შენ გისმენთ? რა მოგეწონა შენ მუჰამედის ლაპარაკში? რომ მას ბოროტის ჯინები კი არა ღმერთი ელაპარაკა? თუ არ უსმენდა ისე უკეთე პროფესორ მოგწონს ეს ქადაგებელი ეს კაცი და ეს პიროვნება და სადაც ნახავ ყველგან ლაივს უკეთებ. არ უსმენ ისე თუ მოусმინე და მოგეწონა მუჰამედს ამისანა და მოგეწონა რომ არავინ არის ის მარკოს სახარება ვინ დაწერა. და იესო რომ სასოწარკვეთილია არის ის რა დაემართა და ისა შოკშია ჯვარზე. გამარკვიეს მოვერდი ვინ ახარ? სად ახარ და რა გწამს? შენთვის თუ არის ავტორიტეტი, თუ გწამს შენ რომ სულიწმიდე დაიწერა ეს სახარება, რომ მათეს სახარება მათესია, რომ ლუკას სახარება ლუკასია, მათესი მარკოზი ლუკას და იოანეს სახარება ეგება და პავლეს წერილები კიდევ არა რაღაც პავლესი, იმასაც ველოდები ალბათ მალე გამოუშვებს ახალ სერიალებს. უბრალოდ გაგვარკვიე ჩვენს. მე ძმა გიგულებ და თუ შენ ეჭვიგებარება სახარებაში, მაშინ ჩვენდა საქმე. და თუ მუჰამედს წინასწარმეტყველად თვლი და რომ მას ღმერთი ელაპარაკებოდა და ასე თუ თვლი და ეს ერთ-ერთი გზაა ღმერთისკენ, ჩვენ სულ ასე ვართ მაშინ. ერთ გზაზე არა ვართ. ერთი უფალი არ ყოლია მაშინ და ერთმანეთს დაემშვიდობოთ მაშინ. გავარკვიოთ ყველაფერი. რო უყურებ, ეს შენია კაცო, თუ გინდა ვის გინდა იმას დაურტყელა იგი, მაგრამ შენ როცა მქადაგებელი ხარ და როცა ჩემი ძმა ხარ ქრისტეში და როცა ვხედავ რომ ყველაფერზე უკეთებ ლაიქს, მაშინ გაგვარკვიე რაზე უკეთებ, რატო გავუკეთე? იმიტომ რომ მუჰამედი კიდევ ერთი გზა არის ჭეშმარიტების და ახალი გზა არის თუ წინასწარმეტყველი იყო და ქრისტიანებმა ეს არ მიიღეს. მე არ ვიცი. მუჰამედზე რაზე გავუკეთე ლაიქი. კაი, სხვა დანარჩენი ოკეი, რაღაცას ლაპარაკობს ქრისტიანულს. მუჰამედს რა ლაიქი იყო ვერ გავიგე. ნუ ალბათ ან შენი კიდევ რო წერ ყოველთვის, ალბათ იქაც ჩაწერ, იქაც იტყვი და ან და პირადში მომწერ და რამენაირად გაგვარკვევ ალბათ. უფალმა გაკურთხოთ, დაგვეცოთ. ეს შეგვიწყალოს. შეგვიწყალოს ყველა. შეგვიწყალოს მეგოდადება. მე რა მინდა კაცო, მე რამეს ლაპარაკობ, რამე ჩემი მინდა, მე მინდა რომ ფრთხილად იყო. ქრისტეს მოზღრებაში დავრჩეთ. არც ერთი პატარა იოტა. არ შეგვეპაროს თორე. პატარა საფუარი ბუცუცუნია თელსუმს გადმოაკერავებს აქეთ. ის ერთი ბუცუცუნია, პატარა ბუცუცუნია გეყოფა რომ სპილო წაიქცეს. შხამი ეყოფა სპილოს პატარა ბუცუცუნია რომ ამსიდიდე ის მახინა ის გააგორო სპილო. ამას იმას არ მიიღებ. ეს ისი რას ხედავ მე ამით? მაგრად გიყვართ თქვენ ცოდნა.
ცოდნა გიყვართ. ბიბლიაში ხო წერია? ის აღწადული ხე ცოდნას იძლეოდაო. მოეწონა ევას. ღმერთი მივიდგინები და ცოდნას იძლევა. რა შენ გაშლილება ისწავლოს იმა. სახარებაში წერია რაც გაქვს ის გეკავოს სანამ მოვიდოდე. ღმერთი არ გემო ყველაფერი გაიხლის ეს თავი ცოდნითო. რაც გამოგიცხადეო ის გეკავოს რომ არავინ არ წაგართვას გვირგვინი. გავაფრთხილდით ზემოდადება გავაფრთხილდეთ ჩვენს გვირგვინს და ჩვენ გადარჩენას. ვისაც ქრისტეს მოზღვრება არ აქვს მას ღმერთი არ აღავს. კარგად ბრძანდებოდეთ.